მადლობთ. მოგეხსენებათ, რომ კოალიცია ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირება იყო სოფლის მოსახლეობისთვის უფასო ტრაქტორი, უფასო მოხნა, უფასო ყველა ის ოპერაცია, რაც მოსავლის მოყვანისთვის არის საჭირო, შემდეგ უფასო პროდუქტის აღება და ბაზრამდე მიტანა. რასაც ქართული ოცნება ამბობდა, რომ ამას შეასრულებდა გამარჯვებისთანავე და ძალიან ბევრი ადამიანი ამას უკვე შემოდგომის ხნათესვის პირობებში ელოდებოდა, მაგრამ სახეზეა, რომ ეს დაპირება არ შესრულდა. თუმცა გუშინ უმცირესობის ერთი წუთი რა. ძალიან გთხოვთ. ერთი წუთი. წესრიგი დარბაზში. გამაცადეთ რა. არაფერს სისულელეს არ ვლაპარაკობ, ეს იყო დაპირება და ამას ძალიან ბევრი ადამიანი ელოდებოდა. წესრიგი დარბაზში. წესრიგი. წესრიგი. წესრიგი დარბაზში. მოусმინოთ. ძვალი აღთხოვთ, დრო დავუმატოთ ის რაც ვერ ისაუბრებთ. თუმცა გუშინ უმცირესობის ხდომაზე ბატონმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა დაადასტურა, რომ ეს პროგრამა ამოქმედდება გაზაფხულზე. მე მინდა რომ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გააზრებულად იქნება დათვლილი, თუ რა ჯდება ეს ყველაფერი, რა რაოდენობის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა იქნება ამისათვის საჭირო და გაზაფხულამდე არც თუ ისე დიდი დრო დარჩა და იმედია, რომ ეს საჭირო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ჩვენს ქვეყანაში შემოვა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, ის ასეულობით 1000 გლეხი არ დარჩება გაწმილებული და ეს დაპირება ასრულდება. მე მინდა ასევე შევეხო კახეთში სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს. სტიქი დამაცადე კაცო, შენ ვინახა ვერ გავიგე. რას მანახებ, დამაცადე მეთქი. მე მინდა შევეხო ასევე სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს. სტიქიიდან 5 დღის შემდეგ ბატონი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შეხვდა ამ ოჯახებს და აღუთქვა დახმარება 4700 ლარის ოდენობით. თუმცა აბსოლუტურად სხვა მიდგომა იქნა დაფიქსირებული გუშინდელ უმცირესობის ხდომაზე და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ის აპირებს ზარალის სრულანაზღაურებას, თუნდაც ეს ჯდებოდეს 50000 ლარი. მე მინდა გაითვალისწინოთ, რომ წელს ჩვენ მივახციეთ, რომ კახეთში ყურძნის ჩასაბარებელი ფასი იყო ლარი და ძალიან ბევრმა ადამიანმა ზუსტად 50000 და უფრო მეტი ზარალიც მიიღო და მინდა რომ ასევე არ დარჩეს ის ადამიანები გაწმილებულები და ეს დაპირება შესრულდეს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლების განმავლობაში კახეთში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და იმედს ვიტოვებ, რომ ეს პროექტები არ შეჩერდება და კახეთის